აღსრულების პროცესი მხოლოდ იძულებითი ღონისძიებებით არ შემოიფარგლება. კანონით გათვალისწინებულია ვალდებულების შესრულების სხვადასხვა მექანიზმები, მათ შორის ნებაყოფლობით დადგენილ ვადაში, როგორც ერთიანი გადახდის, ისე განწილვადების გზით. აღსრულება ასევე მოიცავს ალიმენტის, შრომით დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას, ადმინისტრაციული ჯარიმებისა და ზიანის ანაზღაურებას, უკანონო მშენებლობის დემონტაჟს, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და კანონით დადგენილი სხვა ვალდებულებების შესრულებას. საქმის მორიგებით დასრულება აღსრულების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. აღმასრულებელი მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის ხაშიტყობით წარმართავს მხარეთა შორის მორიგების პროცესს. მხარეებს ასევე აქვთ უფლება პირდაპირ ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე მიმართონ აღმასრულებელს წერილობითი შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო პროცესს მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების თანაბარი დაცვის პრინციპით წარმართავს. სააღსრულებო წარმოება კანონით დადგენილი წესით მიმდინარეობს და ეფუძნება სამართლებრივი ბალანსის პრინციპს, რაც უზრუნველყოფს როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. სააღსრულებო წარმოების პირველ ეტაპზე მოვალეს კანონით განსაზღვრულ ვადაში ეძლევა შესაძლებლობა ნებაყოფლობით შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები მხოლოდ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ გამოიყენება. ამასთან წარმოების დაწყებისას ქონების მოძიება და ყადაღა ემსახურება მოვალის ქონების შენარჩუნებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.